არც მესხურე ზორზე წევედი, ხალისი დავგარქე, მუღამის დავგარქე, ყველაფერი დავგარქე. ეს არის აგარის მონასტერი. აქ სადღაც ჩანჩქერია მე ხმა ისმის მე მგონი ჩანჩქერის მერე მივაგნე. ესეთი სილამაზე და ესეთი საოცარი ადგილებია ახალციხეში, ახალ ქალაქში. წესით აი იქაა ჩანჩქერი. თუ დამინდი გაფუშტა, სიცივეც არის. აქ ისეთი კადრები არ მექნება ბევრი, უბრალოდ ჩორიდან მინდა გაჩვენოთ რა ეს ადგილი. ძალიან ლამაზია აქაურობა რა. სამწუხაროდ ძალიან ქარი ამოვარდა, არ ამგონი აქ მე ხა დრონი ავაფრინო. მაგრამ რავი, სიამოვნებით გავჩერდებოდი რამოდენიმე დღე აქ რა. ჩემი გიჟები დარბიან როგორც ყოველთვის. ჩანჩქერზეო, ამ თქვენი მანქანითო ცოტა გაგიჭირდეთ შეიძლებაო, მაგრამ სადო უნდა აუცილებლად რა. როგორ მოვლილი აქვთ ყველაფერი, როგორი მოვლილი აქვთ ყველაფერი, როგორი ლამაზია ყველაფერი. პროსტა ნახე. აი, იქიდან ამოვედით. აი, ეს უკვე მოდან იქ არის გზა. ჩემი დეგენერატი აგერ დგას. აი, ცუდი გზებიაო, სავარაუდოდ იქ გზები არა, ეგ გამოვიარეთ. აი, იქაა სავარაუდოდ ჩანჩქერი, არ ვიცი რა. მამაო მითხრა რომ თქვენი მანქანითო ცოტა არ იყოსო, რთული იქნებაო, მაგრამ მოკლედ გუშინ მომწერა საბამ. ძალიან მაგარ ადგილასაა ეს ეკლესია რა. აი, ძალიან მაგარ ადგილასაა. რა მაგარია დააკვირდით. ხო. აქ ძაღლი წამოწოლილი ისვენებს. რასო აკეთება რა სწორად, ჰა? ეს სადაც ძიხარ ახლა მანქანა იყო იხლით. დიდი ხვლიკი? ხო. იმ თეთრქვაზე იყო აგერუა ძელი და მე ამაზე აქანე იყო და მე წავიდა მე მგონი. კედელზე იყო. ზეზეთება ხოლმე ხვლიკები რა. შენ გამოგყვა? ხო, მაგრამ შენ რო წახვალ წამოყვა ისე. არა, გაჩერდა. ანუ აგარის ჩანჩქერი თუ გაქონა ნახიო და მონასტერიო და მეთქი არა მეთქი და დღეს რო ავდექი მეთქი წავიდეთ მეთქი რა და მარტო აბასთუმანში ყოფნა არ შველის საქმეს პაწეგე ისეირნო გამეისეირნო და რაღაც კონსერვები ვიყიდე. ვიდეოში მინდოდა დაგემოვნება რა. სხვადასხვა კონსერვები, უცხოურიც, ქართულიც, მაღაზიებზე გაბრაზებული ვარ. ან თვითონ კომპანიაზე, თქვა შეიძლება ზოგმა მაღაზიამ არ მიიღო, მაგრამ ძირითადად უცხოური, რუსული, უკრაინულები დევს და დიდი თხოვნა მექნება რა ქართულები მიიღეთ, სპარი იქნება თუ სმარტი იქნება თუ რავი, 2 ნაბიჯი, 7 ნაბიჯი. აი, არ ელაგა რა. ან ელაგა და ძირითადად მარტო მოთუშული ხორცი რა, ქართულის რა და კიდე იყო ის რა ქვია სადნახე ბოლოს ვიყიდე ახალციხის ბაზარში ჯიბე არის მაღაზია და იქ ვიყიდე, მაგრამ იქაც სახეობები არ ქონდათ რა და მოკლედ გაჩვენებთ რა, შევაფასებ. ვეცდები ავიდე ჩანჩქერზე ძალიან მინდა. როგორც კი მივხვდები რომ გზა არ მიწყობს ხელს, მაშინ დავუბრუნდები უკან აუცილებლად. ბავშვებთან ერთად მაინც მეშინია ფეხით ჩორს არისო. ნახოთ, გამოვცდი ჩემ მანქანასთან. პორშიკა შეძლებ შენ ნაბოშარო. ბიჭო. ხო. მომაზია ყველაფერი? ძალიან. მოკლედ უნდა ვცადო რა, უეჭველი უნდა ვცადო, რაღაც მანქანა მოდის, იმედია ხელს არ შეუშლი. უნდა ვცადო ავაფრინოთ. არა, ამივლის ჩვეულებრივად. აი აქ ვეცდები რომ ავაფრინო დრონი და გაჩვენოთ ეს სილამაზე. ძალიან როჟაა ეს. კაიმასტი იმითაა, რომ პრაქტიკულია, ყველგან მიძრობა, მაგრამ ოდნავ კი ნიავი თუ უწევს, ოდნავ, აი ჩათვალეთ, всё, იმენა გარხეული აქვს რა. პირდაპირ გადაღებით დავიწყო, თუ ავაფრინო და მერე გადავიღოთ. მოდი იყოს პირდაპირ გადაღებით, იმედია საცხარ გევეჩხირებით.
ძალიან მაგრა დაფრინავს. კაროჩე ამას სავარაუდოდ გავყიდი და პულტი მაქვს. ამას თავის ჩანთიანა გავყიდი. ვინმე ამწყები, ანუ ამას ესეც შეუძლია გადაღება რაღაცეები, აი სტორებისთვის, რაღაცეებისთვის იდეალურია, მაგრამ ჩემთვის უკვე ცოტა არ იყოს ისეთია რა. ხო და სავარაუდოდ ამას გავყიდი და ცოტა ძლიერ დრონს ვიყიდი, იმიტომ რომ მაგრა სიამოვნებს რაღაცეები რა ამ დრონით. ხო და ზოგადად დრონით კაი კადრების აღება ასწორებს რა. და მე მგონი პინძურია რატომღაც რაღაცნაირი ბლარი აქვს რა. აი ხარისხში იღებს. რო თქვა რომ ცუდი ხარისხი აქვს, არა აქვს ცუდი ხარისხი. ნორმალურია ეს. უბრალოდ არა საჩემო ესე რო ვთქვათ. ცოტა უფრო ძლიერი გჭირდება ამ საქმისთვის რა. კარგით, წავალთ ახლა გავაგრძელებთ, ნახოთ ჩანჩქერის გზა. ეხლა ძალიან რთულ გზაზე დავდივართ რა. რაღაცეები ჩაურთე აქ ჩემ მანქანას. ეს თუ ვინმე მიცით რა არის მითხარით? აზზე არა ვარ რა. სადა აი აქ აი. ოფროუდი უწერია, მაგრამ სავარაუდოდ არა დაუბრუნდები უკან აზრი არა აქ აქ როგორ უნდა გავიარო ეხლა გავაჩერებ მანქანას და გაჩვენებთ რა. ესე უფრო კარგად ჩანა ეხლა იქიდან მანქანიდან არ ჩან. ცოტა წვალება. სადაა ჩემი გრან ჩეროკინა? სადაა ჩემი მანქანა ჩემ? აი ხა წესი ჩანჩქერი რა. აი ესე მოგვიწევს სიარული. ეხლა ვიხედავ რა რამოდენიმე მონაკვე ჩარად და შეიძლება რა. დიდი ქვებია პროსტა რა ძალიან და 20-იანი დისკები საერთოდ არა ამ გზისთვის, ამ მანქანისთვის და ამ გზისთვის და ცუგი. ჩვენი ცუგა გამომეკიდა. რაო ცუგი, პური გვაქვს? წამო პური გაჭამო. წამო გაჭამო რამე, წამო. ყბირდებით აუცილებლად, რომ ამას ვყიდი და ისეთ მანქანას ვიყიდი, რომელიც აქ სასიარულოდ გამოდგება. ეხა ერთ რაღაცას ვიზამ მე. აგვაქვს რამოდენიმე ტუშონკა. მიგზიანი ხარჩო გვა, კაროჩე ამას მივცემ რა. რუსების დედაც უთყარ ამას მივცემ მეთქი, მაგრამ ამას რაით გავხსნი ეხა? გასახსნელი არ მაქვს რა. ამ ქართულს კიდე ისა აქვს. ხედავთ ქართველები რა პრაქტიკული ხალხი ვართ, ეგრევე ის გავაკეთეთ რა ქვია და. აი შეჯა. ისე რა ჭკვიანი ძაღლია და აკვირდით ვაფშე არ მოდის აქეთ რა. ხო, მოდი ცუგი. ცოტა ლამაზად გვინდოდა მიგვეცა, მაგრამ თევში პატარაა აშკარად რა. ხო და შეჭმით შეჭამს ეხა და ამ თევშსაც ავიღებ აქედან აუცილებლად. მაგიზე დაგიყარე რომ შენ ჭამო მაი. მიდი. მოკლედ ეხა ეს ტუშონკები რაც მაქვს ნაყიდი, ქართულები არის ლობიო კახურად, ზიანი ხარჩო მეგრულად, საცივი, ეს რაღაცა რუსულია ფრთებით, კიდე და ის ჩაშუშული ხორცი რა მოკლედ. ამ ყველაფერს სადავიღებ, სადმე ბუნებაში გავალთ, მე და ბიჭები, გაზიც მაქვს, ყველაფერი მაქვს. კაი, გეიწიეთ, დავხურო. ცუგი, ევიღებ კაი ამას, თევს ევიღებ. ხო? თევს ევიღებ. არ გამიბრაზდე? ალექსანდრე ოპერატორობს, გადაგვიღებს როგორ ვატრ. ცოტა ისეთ ადგილას უნდა მოვატრიალო, რომ ნელა. შენ ამხელა ბუზი. ტანკისტია ბუზი. ძალიან მაგარი ფუნქციები აქვს ამასაც რა, არ ვიტყვი რომ ოფროადისთვის არა ამზად ეს მანქანა. რასაც ძალიან შემეცოდა იქ ასვლა რა. ეხა ჩავრთე ქვემოთ ჩასვლა და თავისი ხოდით მიდის. აი. ცოტა აქ ჩასახტომია. აი. ეხა პანიჟენია გვაქვს ჩართული მოკლედ და უნდა ჩავიდეს თავისი ხოდით ნელ-ნელა. აი ეს დაჩიკები ტვინს ხოლმე, სულ არა ახლოს ხოლმე, მაგრამ ოდნავ ახლოსაა ეხლა. ხო, ეხლა საბურავიც უნდა დაუშვა წესით, საბურავიც უნდა დაუშვა, ისიც უნდა ქნა, ესეც უნდა ქნა, მაგრამ არაფერი არ გვიქნია ეხლა ჩვენ, მაგრამ. რა, ცუგი, რა, კაი, ნუ ლოკა.
საჭმლიანი მაქვს ხელი, ახლა არ მომახტე იცოდე. ნუ ნერვიულობს, ცუგა. მოგრე ცოტა ვწვალთ, ეხა წევიდეთ ხო, ევიდეთ იქ რა. სხური ეზო უნდა ვნახოთ. აგარის მონასტერში ვიყავით, სამწუხაროდ ჩანჩქერზე ვერავედი. ეხა მარტო რომ ყოფილიყავი, უფრო გავრისკავდი კიდე ამ მანქანით ასვლას. ბაღნები, აიმენ ამ ხელაქვებია, პროსტა პიზდეცია. პროსტა ბაღნების თემა არის, აი, ძმაი როგორ მოგყობა. არც მე სხური ეზოზე წევედი, ხალისი დავგარქე, მუღამის დავგარქე, ყველაფერი დავგარქე. არადა ვაფშე არ ემჩნევა ქვაზე როა, ეხა ვაფშე არ ეტყობა იქ რომ რაღაცა არის დააკვირდით. აი და მოძრაობს. იმედი ახლოს მიმიყვანს რა. შეერა როჟა. შირაფერ დარბის ყურა. აი ესეთი ჯოხები ვიპოვეთ. ბიჭებს ადვილად რო ეარათ. ხო ბიჭებო? კი. ინგეგრე ბაღზე გაიარეთ, გიმნაზი გონებთ. აი შევხედავ აქ როგორ გავძრებით, გაიხარით, მადლობა დიდი. დროებით ჩემცოლს ეშინია. მე ვაფშე არ მეშინია. ხო, მაგრამ არ ჩახვიდე ფთხილად ჩადითო და არ ჩავალ ვაფშე რა მინდა. ნაძვის კევებიო? всё, ლანჩხუთში მიმაქ ნაძვის კევები ბიზნეს ვაკეთებთ. წადით გაყევით ბიჭო ბილიქს. აი კაცმა ახან თქვა რა, ცხოველია რა, ცხოველი. თოფი გავამზადე. ტყვიების გამოვკიდე ზევიდან შიგნით ჩავაწყე, ანუ გვერდზე ის აქ რა, ვინჩესტერს რა და ერთი წამოვიღებ ვინჩესტერს, ედგოს ტყეში რო წავალ, გადავიკიდებ თან ვატარებ მეთქი რა. დამრჩა ბიჭო. ანკესი დამრჩა. ეგ დამრჩა, კარავი დამრჩა, დასაგები მიწაზე დამრჩა. დღეს ვიყიდე რაღაცეები. ხო და ესე. აი ესეთი ჯოხები ვიპოვეთ. ბიჭებს ადვილად რო ეარათ. ხო ბიჭებო? რატო აღარ ისმის ჩანჩქერის ხმა ვინც ხომ გადაკეტა მე მგონი. მე მგონი გძელია მაი ჯოხები თქვენდა და ვერა ატანა ასრაფერ დაიგაო. არა? ეი ძაღლი მოყვება. მალადი, ცუგი. აი. ძაღლი გამოვყვა. ძაღლს რომელსაც ვაჭამეთ. ის გამოვყვა. აგე? ფეხი არ დაგიცურდეთ შუაში ჩააბიჯეთ ყოველთვის, დავაი. მე რა გემრიელი ვაშლია ხალხო რო იცოდეთ აქ. ვიზუალურად არა აქ საერთოდ ვიდი, მაგრამ რო ჩაკვიჩავ წვნიანი. არ წავლავენ. აბარა. წეგან ვიღაც ეზოში მოვწყვიტე რა, მოვიპარე. გევიხსენე ბაღნობა. ეს ჭანჭურია, ხო? კი. ვერ ადრია. აი ჭანჭური ხალხო. მაქვა პირველ მომცაო ჩემთას მე თვითონ შევჭამდი, ხო? ანუ ჩვენ ეხლა ტყუილა უნდა მეწვალა იქ დამშრალია. იმ ჩანჩქერზე ასვლა და დამშრალი დამხდებოდა. ხო. აჰა. ესეც ისეთი ამაზია ახლა. იმხელა წყალი აღარ მოდის, მაგრამ მოდის, მუდმივად მოდის. ადგილობრივ გამოდის წყალი. ეხა აქედან იყო იმ ხიდიდან ამოსასრელი წესით, ხო? იქეთა ბილიკი. რა გახალებულია. რა ფერუხარია ბიჭო. ხო. ნუ დაგდიე შეჩავა მარტო. შენ რას დარბის ბიჭო? არის პატუა ძაღლების ექსპერტი, პატო ეს ნაგაზია, ქართულს გავს. მაგრამ აქეთ ბიჭო ყველას დიდი ძაღლები ყავს ზოგადად რა. რაც მინახია ყველა ძალიან დიდი ძაღლი იყო. რაღაცა ნახა მან. რაღაცა იპოვა. გამოდი აქეთ. გამოდი ალექსანდრე აქეთ. რა იპოვე? წრუწუნა?
ტრუწუნა, უეჭველი ტრუწუნა იპოვა მინდვრის. აი. გაიპოვე რა. მიდი ეძებე. ნახე, მიდი ნახე. რა მანდ. ეხავს. ვერაფერი ვერ ვნახე.